ფინანსური განათლება არ არის მხოლოდ ციფრები. ეს არის უნარი, მართოთ თქვენი ცხოვრება ისე, რომ ფული თქვენთვის მუშაობდეს და არა პირიქით. აი ის ძირითადი საფუძვლები, რომლებიც ნებისმიერმა ადამიანმა უნდა იცოდეს ფინანსური სტაბილურობის მისაღწევად. ბიუჯეტირება, ფულის თვალთვალი. პირველი წესი მარტივია. უნდა იცოდეთ, სად მიდის თქვენი ფული. ბიუჯეტის გარეშე ფული ორთხოვდება. საჭიროება versus სურვილი. ისწავლეთ მათი გარჩევა. კომუნალურები საჭიროებაა, ახალი გაჯეტი სურვილი. 50-30-20 წესი. ეს არის კლასიკური ფორმულა. 50% აუცილებელი ხარჯები, ქირა, კვება, ტრანსპორტი. 30% სურვილები, გართობა, ჰობი. 20% დანაზოგი ან ვალების დაფარვა. გადაუხადე საკუთარ თავს პირველს. ეს ფინანსების ოქროს წესია. ხელფასის ან შემოსავლის მიღებისთანავე, სანამ გადასახადებს გადაიხდით, მინიმუმ 10-20% გადადეთ დანაზოგში. თუ ჯერ დახარჯავთ და მერე დაზოგვა შეეცდებით, დიდი ალბათობით თვის ბოლოს არაფერი დაგრჩებათ. საგანგებო ფონდი, emergency fund. სანამ ინვესტირებას დაიწყებდეთ, უნდა გქონდეთ უსაფრთხოების ბალიში. ეს არის თანხა, რომელიც დაგეხმარებათ სამსახურის დაკარგვის ან გაუთვალისწინებელი ხარჯის, მაგალითად მანქანის შეკეთებას შემთხვევაში. მიზანი თქვენი 3-დან 6 თვემდე აუცილებელი ხარჯის ტოლი თანხა. რთული პროცენტი, compound interest. ალბერტ აინშტეინმა ამას სამყაროს მერვე საოცრება უწოდა. ეს არის პროცენტი, რომელიც გერიცხებათ არა მხოლოდ ძირითად თანხაზე, არამედ უკვე დარიცხულ პროცენტზეც. მაგალითად, თუ ყოველთვიურად მცირე თანხას დაზოგავთ და დააბანდებთ, 10-20 წლის შემდეგ რთული პროცენტის წყალობით ეს თანხა გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდება. დრო თქვენი მთავარი მოკავშირეა. აქტივები versus ვალდებულებები. assets versus liabilities. აქტივი ის, რაც თქვენს ჯიბეში ფულს დებს. აქციები, გასაქირავებელი ბინა, ბიზნესი. ვალდებულება ის, რაც თქვენი ჯიბიდან ფულს იღებს. სესხი, მანქანა, რომელიც მხოლოდ ხარჯია. მდიდარი ადამიანები ყიდულობენ აქტივებს, სხვები ვალდებულებებს, რომლებიც გონიათ, რომ აქტივებია. ინფლაცია, ფულის უხილავი ქურდი. უნდა გესმოდეთ, რომ 100 ლარი დღეს უფრო მეც ყიდულობს, ვიდრე იყიდის 5 წლის შემდეგ. თუ ფული უბრალოდ ბალიშის ქვეშ დევს, ის ყოველწლიურად ღირებულებას კარგავს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ინვესტირება, რათა თქვენი ამონაგები ინფლაციაზე მაღალი იყოს. პრაქტიკული პირველი ნაბიჯები. ჩაიწერეთ ყველა ხარჯი. 1 თვის განმავლობაში გამოიყენეთ აპლიკაცია ან რევეული. გაოცებით, რამდენს ხარჯავთ წვრილ ნიმნებში. მოიშორეთ ცუდი ვალები. პრიორიტეტი მიანიჭეთ მაღალი პროცენტიანი სესხების დაფარვას, მაგალითად საკრედიტო ბართების. განათლება. წაიკითხეთ წიგნები ფინანსურ ფსიქოლოგიაზე, მაგალითად მორგან